ვარ ბიოფერმერი ანზორ მაისურაძე. როგორც ახლა ჩემთან ახლოს მყოფი უფრო მემარცვლეობა ზონაც ისეთი ვართ, რომ ქართული ხორბლების წარმოება შესაძლებელი იყო, ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი გახდა ქართული ხორბლის წარმოება. განსაკუთრებით იყო ახალციხის წითელი დოლი, რომელიც შთაგონების დონეზე, მოყვარულის დონეზე დავიწყეთ რამდენიმე კვადრატის მოყვანა და მე შესაბამისად გავამრავლეთ მე რამდენიმე ჰექტარი და დღეს ვქოთ 18 ჰექტარი გვითესი ახალციხის წითელი დოლი. გვაქვს შავფხა, ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა დიკა, ჩელტაზანდური, გვაწაზანდური. და კიდევ 158 სახეობა გვაქვს კოლექციაში და ესენი უფრო არის პირველ პლანზე გამოტანილი. მოსავლელად ეს არის ურთულესი ამბავი. კოლექციის შენახვა ძალიან ძვირი ფუფუნება არის. და ჩვენ როტაციულად გამოგვაქვს პირველი წელი მე მეთეს 158 სახეობა და ახლა ნელ-ნელა ვთესავთ 40 სახეობას, რომ ეს ყველაფერი იყოს გაღვიძებული, ყოველ მესამე წელს მოუწევს დათესვა გარკვეულ სახეობებს, რომ დაავადება არ გაუჩნდეს, შენახვის სოკო არ გაუჩნდეს და ასე შემდეგ და ესე უნდა გამოვიტანოთ ნაწილობრივ, გავაცოცხლოთ, განვაახლოთ, დავწმინდოთ და ისევ შევინახოთ. გადავცეთ მომდევნო თაობებს. მიზანი იყო ის, რომ ქონოდა ქართული ხორბალი პირველ რიგში. ჯერ მარტო ოჯახის დონეზე დაგვეჭამა ოჯახში ქართული და შემდეგ უკვე გაჩნდა იდეა მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე ეს როგორც ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი აგვეწყო. მახსოვს 2007 წელს პირველი გაყიდვა იყო 500 კილო გავყიდეთ წელიწადში 500 კილო და მის მერი არის გასული თითქმის უკვე 18 წელი გასული არის და წელს დავამთავრეთ ჩვენი პროდუქციის გაყიდვა 85 ტონით, 86 ტონით. ერთ შეხედვით თითქოს ბევრი არ არის ამ პერიოდში, მაგრამ როგორც ბიომეურნეობა განავითაროთ ან ნულიდან იწყებ, მინუსებში რო იწყებ, იმას რა ქვია და ბიზნესიც ეს არ ქვია, წარმოებას რო იწყებ მინუსით და მოგებაზე გახვალ, ეს არ არის უბრალო ამბავი, როცა არანაირი ხელშეწყობა არ აქვს. არანაირი ტექნოლოგიები ჩვენ არ გვაქვს. არანაირი ცოდნა არ გქონდა. ინფრასტრუქტურა არსებობს ორი სახის, ერთი როცა წყობი გქონდეს, შესანახი გქონდეს, გადამამუშავებელი გქონდეს, მაგრამ მეორე მსუბუქი ინფრასტრუქტურა, ცოდნა თავისტვინი გქონდეს, რომ ეს ყველაფერი აწარმოო, განავითარო, შეინარჩუნო და გაამრავლო და გაავრცელო. ხო და ეს ყველაფერი ჩვენ არ გქონდა და გზადაგზა ყველაფერი ვისწავლეთ, სხვებსაც ვასწავლით და წარმატებასაც ვაღწევთ. ბოლო რამდენიმე წელია რაც მოგებაზე გავედით და კმაყოფილები ვართ ჩვენც და დასახლებაც უკვე სხვებსაც ვეხმარებით, როგორც ეკონომიკურად, ასე თესლით და ყველაზე მთავარი რაც არის ცოდნით. მოდის ხალხი აქ ჩვენს გამოცდილებას იზიარებს, არა მარტო ჩვენები, უკვე უცხოეთიდან იყვნენ ჩამოსულები და მათაც გავაცანით როგორ შეიძლებოდა ადგილობრივი კულტურების დაცვა, აღდგენა, მერე მისი გადამუშავება, რეალიზაცია, პირველადი პროდუქტიდან მეორადი პროდუქტი აწარმოო და საბოლოო პროდუქტი, ანუ პურამდე მიხვიდე მემარცვლე ადამიანი და ეს ყველაფერი ჩვენ შევძელით და ცოტა არ იყოს არ მიყვარს ამ სიტყვის ხსენება, მაგრამ სიამაყე მოგდის ხოლმე ამ ყველაფერზე. კიდევ გაჩვენებთ, მარტო ეს არ არის, ხორბალს თავისი ისტორია გააჩნია. გვაქვს ასევე ეს კორბოულის წითელი დოლია, გადასარევი სახეობა სულ აქედან ერთი ზონა ვარ, ჭერათხევის ზონაა და მოიყვანეს კორბოულის წითელი დოლი, რომელიც თონეზე დგება. ძალიან იშვიათად რომ თონეზე დგებოდეს ის, რა ქვია, ხორბალი. თონეზე რო დააკრავენ თონეზე, ანუ ვერტიკალურ ცხობას იტანს ეს. დანარჩენად ახალციხის წითელი დოლი ჰორიზონტალური ცხობისთვის არის, მესხეთ ჯავახეთში ვიცით რომ ფურნეზე აცხობენ და გვაქვს ორი ტიპის ცხობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური. გვაქვს როგორც ადგილობრივი ჯიშები, ასევე ენდემური სახეობები ხორბლების და ერთ-ერთი დიკა გვაქვს ეს და ეს თეთრი დიკა არის, განსაკუთრებული სახეობაა ეს ყველაფერი და ამასაც ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება გააჩნია და პროდუქტიულობა. უგემრიელესი პური დგებს არის ენდემი, ჩვენ არ ვიცით ეს რა ხნის არის. არ ვიცით, არც ერთი ისტორიული და რელიგიური ძეგლი ჩვენ არა გვაქვს, რაც ეს ხორბლები არის. ერთ-ერთმა მეცნიერმა, პეტრე ნასყიდაშვილმა ჩვენ გითხრა დამწყებ მეცნიერებს, რომ იქნებ იმდენი იქნათ, რომ მახადაზანდური მოიყვანოთო და ჩვენ უკვე ტონობით მოიყვანეთ მახადაზანდური, რომ პური გამოაცხოთ და გემოთ ნახოთო და უკვე აღარ გვიკვირს ელკანას ხალხს მახას და ზანდურის პურის გაშინჯვა. ბიზნესი ჩვენების გარეშე წარმოუდგენელია. აქ მოდის ხალხი ამას ნახულობს და მე ორმაგად გაორმაგებული მონდომებით და გემოვნებით ჭამენ იმ პურებს, რომელიც გვაქვს სარეალიზაციოდ.
რაც არა გვაქვს სარეალიზაციოდ, ისინიც კი ხელს გვიწყობენ და გვეხმარებიან სიტყვიერად, მორალურად თუ ფინანსურად, რომ იქნებ იმდენი იქნათ, რომ ესეც გაგვაშინჯოთ გემოთ. ხშირია შემოდგომაზე უკვე დამწყებები, მოყვარულები, რომლებიც მოდიან და მინდა თქვენი წითელი დოლი მოვიშენოთ, თეთრი დიკა თუ ასე შემდეგ და არ დავიზარებთ ხოლმე არც შრომას, არც დროს, არ დავიშურებთ და მივდივართ და ვამოწმებთ იმ მიწას, თუ არის შესაძლებელი იქ პურის წარმოება, ანუ ხორბლის წარმოება და თუ არის თესლსაც ჩუქნით. გასულ წელს დაახლოებით 2 ტონა ნახევარი თესლი გავეცი საჩუქრად. მიწა იმ ელემენტარულ მოთხოვნებს რა ხლა თუ ბიოწარმოება უნდა რომ ბიომოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ელემენტარული ჩამონათვალია თუ არა და საოჯახო წარმოებისთვის ელემენტარული შესაძლებლობა უნდა გქონდეს მიწას ის შესაძლებლობა მაგალითად ფერიანობა, ყვათიანობა რაღაცა რომ ხორბალი მოვიდეს. საქართველოს ყველა კუთხეში მოდის. ყველა იმაში ვერტიკალურ ზონაში მოგყავს ხორბალი. ყველა ვერტიკალურ ზონაში ჩვენ შავი ქერი გვაქვს, რომელიც მთის წინებზე მოდიოდა 45 დღეში დათესვიდან, როდესაც ამო 45 დღეში მოდის შავი ქერი. რადგანაც წელს არ უწევს იმაში. ახლა ნიალაზე გვითესია ის ახალციხეში 2300 მეტრია თუ არ ვწდები ნიალას სიმაღლე და გადასარევი არის. როდესაც ცნობიერება იყო თითქმის ნული, როცა არაფერი არ არსებობდა, მაშინ დაიწყო უკვე ამის პოპულარიზაცია და დღეს უკვე რამდენიმე თამამად ვიტყვი რამდენიმე ათეული რესტორანი თუ საშუალო ზომის საცხობი აწყობს ქართულ წითელ დოლს და რომ იხვალ გაგეხარდება მენიუში აქვს წითელი დოლის პური და კიდევაც გითხულობთ ხოლმე ვისი აქვს და ან ანზორმაისურაძის ან ჩვენი მეგობარი იმის რა ქვია სულ რამდენიმე მწარმოებლები ვართ 86 ტონით დავამთავრეთ გაყიდვები და დაახლოებით 1 ტონაზე გვჩება 1000 ლარამდე მოგება 1 კილოზე 1 ლარი მოგება 5 კილოც რო ჭირდებათ, მისამართზე მიგვაქვს და იმას არ ვათქმევინებთ ადამიანს, რომ აი მინდოდა ვერ გავშინჯე და რაღაცა და ერთი ადამიანი რო გაშინჯავს, ხო იცი, ჩვენთან ქალაქში პადიეზდების ინსტიტუტი რო არსებობს. ერთი ქალი რო გაშინჯავს და პურს გამოცხობს, უკვე მთელი პადიეზდი ყიდულობს. უკვე იმდენად საინტერესოა და იმდენად გადამდებია, ჯერ მარტო ჩვენი უფროსებისგან გვახსოვს სოფლად რო წავიდოდნენ ბებიები ისეთ პურს აცხობდნენ, რომ აი სოფელში სუნი მოედებოდა და რაღაცა და ახლა რომ კორპუსში ადამიანი ამ პურს აცხობს, მთელ პადიეზდს ედება. ჩვენამდე თესავდნენ, მაგრამ ამის როგორც კულტურის და მიწოდება იყო და პურის ცხობა იყო ნაკლებად საქართველოში. ეს დაიწყო ელკანამ, მანამდე რამდენიმე მეცნიერი აკეთებდა, მაგრამ პურს სასე მისაწოდებლად, რომ ვინმეს მისულიყო, ეყიდა და გაეშინჯა, ეს არ არსებობდა. თავის ინაზღაურებს და მოგებაც რჩება 1 კილოგრამზე. ჩემ შემთხვევაში მე ვყიდი 2 ლარში და 50 თეთრში 1 კილოგრამს და აქედან 1 ლარი რჩება მოგება. სამომავლო გეგმები ჩვენ გვაქვს იმისათვის, რომ არ არსებობს თეთრი დიკას სერიული წარმოება, მაგრამ ხალხში ცნობიერებამ გაგვასწრო ჩვენ მეწარმეებს და ყველა გთხოვს თეთრ დიკას. აწი უკვე გამზადებული ვარ, რომ მომდევნო წელს უნდა მქონდეს 3 ჰექტარი თეთრი დიკა დაახლოებით 5-6 ტონა და სატესტო მიწოდებას დავიწყებთ. უკვე მეოთხე სახეობას გვაქვს ახალციხის წითელი დოლის ცეხვილის მიწოდება, ჭვავის მიწოდება და ლომთაგორას მიწოდება. ესენი ფქვილები არის და მეოთხე სახეობა იქნება უკვე თეთრი დიკა და ალბათ ისე განვითარდებით, რომ მახადა ჩელტაზანდურსაც მივაწოდებთ თავის დროზე. და პურსაც ვნახავთ, რომ სუნით განსხვავდება, ფერით განსხვავდება, გემოთი განსხვავდება და შემადგენლობაზე ხო ვისაუბრეთ და განსაკუთრებული ამბავი არის. წარმოიდგინეთ, 3 ადამიანი ვიყავთ საშრომად წასული და იმის თავთუხის პური გქონდა. სულ არის 280 გრამი. 3 კაცი ახლა ჩემნაირა 100 კილოიანი კაცი რო დაადგება და 280 გრამიდან რამდენიმე ნათალი პური დაგრჩება და უკვე აღარ გინდა ხო? იქ შემადგენლობაზე და ჯანმრთელობაზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია იმდენად იქ ხორბლის კანი ჩვენ გვაძლევს სიგნალს D ვიტამინის შემცველობა აქვს, რომ всё, კურს მეტი აღარ უნდა დაკმაყოფილდა, მაძღარია. და როდესაც თეთრ ფქვილს ვჭამთ, ამ სიგნალის მომცემი არაფერი არ არის, იქ პირიქით კოლეჯებმა, რატომღაც სახელმწიფო კოლეჯებმა არ გვიკადრეს. თუ კი დაგვიძახებენ, დიდი სიამოვნებით ჩვენი იმით მივალთ, რა ქვია, ჩვენი ორი ინფრასტრუქტურით მივალთ, გამზადებული ხორბლის ფქვილით და ცოდნით. მეტი რა უნდათ, აღარც მოდულის დაწერა უნდათ და აღარც არაფერი და ყველაფერს გავუკეთებთ. მიუხედავად იმისა, მოდულების გამზადებული მოდულები გვაქვს 4 იმისთვის, რა ქვია, სახელმწიფო კოლეჯებისთვისა ჯერ უფასოდ ვაძლევთ. არაფერი არ გვინდა, ჩვენ ხო ფული გვიჯდება ეს ყველაფერი. ჩვენ უფასოდ გვაძლევთ, მაგრამ ერთი კაცი არ მოსულა, რომ მოდი ბატონო, ვინმეს ვასწავლოთ ეს, რა ქვია,
პურის ცხობა ან ქართული ხორბლის მოყვანა. აქ რო არქეფაქტებია ფაქტიურად ხო რელიქტია ის რა ქვია მონოკოკუმი არის რელიქტი. არ ვიცით რამდენი 1000 წლის არის. არ მოდიან და არ ნახულობენ. ყველა რელიგიურ და ისტორიულ ძეგლზე ძველია ეს არის მომწვანო ფერი რო აქვს.